მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში გასწავლით როგორ შეიძლება ვუყუროთ მეგობრების ერთად რაიმე ფილმს, რაიმე YouTube ვიდეოს და ასე შემდეგ. აი მაგალითად მე რაღაცას ვუყურებ, მინდა რომ ის მეგობარს გაუზიარო ამ ტელეფონიდან და ვუყუროთ ერთი და იგივე დროს, მე გადავახვიო, მასთანაც გადაიხვიოს და ასე შემდეგ. ანუ შევძლოთ ჩატში დაწერა და ასე შემდეგ. კარგი, როგორ ვუყუროთ ვიდეოს ისე რომ ერთი და იგივე გამოსახულება გამოვიდეს ორივე ტელეფონში. გავხსნათ Play Store-ი ორივე ტელეფონში და გადმოვიწროთ Rave ესეთი აპლიკაცია, Rave, ესე ჩაწერეთ Play Store-ში და გადმოიწერეთ. მე გადმოწერილი მაქვს უკვე და შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია Gmail-ით, Facebook-ით და ასე შემდეგ. ანუ აქ ჩართვისას გვაჩვენებს თუ რა შეგვიძლია ვუყუროთ ერთ იგივე გამოსახულებას რამოდენიმე ტელეფონში, რამდენთანაც გავაზიარებთ, იმდენ ტელეფონში ვუყურებთ ერთი და იგივე ვიდეოს, ანუ ერთ და იგივე დროში, ეს იქნება YouTube ვიდეო, რაიმე საიტი და ასე შემდეგ, ანუ შეგვიძლია ნებისმიერ რამეს ვუყუროთ ერთად. კარგი, აქ გავიაროთ ავტორიზაცია, ამ შემთხვევაში მე მოდი Gmail-ით გავივლი ავტორიზაციას ორივე ტელეფონში. თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ Twitter-ით, Facebook-ით და ასე შემდეგ. ნუ აქ გავიარეთ, აქ დავეთანხმოთ ამ ყველაფერს და აქ შევიყვანოთ username, რომელსაც აპლიკაცია გვთავაზობს, ან რაიმეს ჩავწერეთ რა. აი მაგალითად ავრჩევ user 2 ან და user 2-ის შემდეგ გამომიგდებს აქ მაგალითებს, რომელსაც ავირჩევ, მოდი ამას ავირჩევ და დავეთანხმე, აქაც ამ user-ს ავირჩევ და მორჩა. ეხლა რას ვაკეთებთ? ნახეთ, აქ დავეთანხმოთ ამის გამოყენებისას. აქ არის პლუს ღილაკი, მაგალითად მარცხენა ტელეფონი არის ჩემი და მინდა რომ მეგობარს რაიმე ვიდეო გაუზიარო და ერთად უყუროთ ერთ დროში. აი ნახეთ, YouTube, Prime, ან ნებისმიერი ვებში შეგიძლიათ შეხვიდეთ და რაიმე კინოები ჩართოთ ერთად უყუროთ, მაგრამ მოდი ავირჩევ YouTube-ს. YouTube-ის არჩევის შემდეგ, ნუ აქ მარჯვენა ტელეფონში არ არის საჭირო რომ ეს აპლიკაცია გახსნილი მქონდეს, თავარია რომ გადმოწერილი მქონდეს და ეხლა მაგალითად YouTube-ში ჩავწერ რაიმე ვიდეო დასახელებას, მოდი იყოს მაგალითად ჩემი YouTube არხის გვერდზე არსებული ვიდეო და მინდა რომ ეს ვიდეო გაუზიარო მეორე ტელეფონს ან მეგობარს და ერთად უყუროთ უკვე რაიმე ვიდეოს რა. აი მაგალითად იყოს ეს ვიდეო. ჩართვის შემდეგ შემიძლია უკვე გაუზიარო ეს ვიდეო, დავაკოპირო ამ ვიდეოს ლინკი. ნუ გაიხსნა, შემიძლია ახლა დავაჭირო აქ გაზიარების ხილაკს, აი ნახეთ, აქ არის გაზიარების ხილაკი. შემდეგ შემიძლია ეს ლინკი დავაკოპირო, ან პირდაპირ იმ ადამიანს გაუგზავნო მესენჯერზე, ვინმეს მინდა რომ უყუროს ჩემთან ერთად. ავირჩევ მაგალითად ახლა იმ ადამიანს, მოდი გავუგზავნი, ვაჭერ sends. აი ესე გავაგზავნე უკვე იმ ადამიანთან. ამის შემდეგ უკვე ლინკი რომ მიუვა, ნუ იმ ადამიანს ვისაც გავუგზავნით, შეხვალთ ჩვეულებრივად მესენჯერში, ანუ თქვენი გაგზავნილი ლინკზე უნდა გადავიდეს, რადგან გადმოვიდეს და გადმოერთოს თქვენთან და ერთად შეძლოთ ყურება. ნუ გაიგზავნა უკვე ლინკი მესენჯერში, გადავიდეთ ჩატში, აქ არის ლინკი. ლინკზე როცა დააჭერს, ავტომატურად გაჩნდება თქვენთან. აი გადავედი ლინკზე, უკვე აქ არის ჩატიც, შემიძლია ჩატში რაიმე დავწერო. დავრდოთ რამოდენიმე წამი. ხო, ნუ გადავედით და ჩვენ უყურებთ უკვე ნებისმიერ ვიდეოს, ისე რომ ერთ იგივე დროში, აქ მარჯვენა ტელეფონი შედარებით ჭედავს და ეხლა უჭირს. აი ნახეთ, დავაპაუზე, იქაც დაპაუზდა. შემიძლია ისევ გავაგრძელო და ისევ გაგრძელდება მარჯვენა ტელეფონში ეს ვიდეო და ესე შევძლებთ ნებისმიერი ფილმის ან YouTube ვიდეოს ან ნებისმიერი გვერდის ყურებას. შემიძლია ჩატი გამოვიყენო და დავწერო მაგალითად მეგობრებს დავუწერო რამდენიც ვიქნებით აქ ჩატში. ყველა ნახავს ამ შეტყობინებას. და ესე და ამგვარად მოკლედ როცა გადმოიწერთ თქვენ თვითონვე მარტივად გაერკვევით ამ ყველაფერში. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია, გამოიწერეთ არხი და თქვენ აღარ გამოგრჩევათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.